დიდი მადლობა მოწვევისთვის. საქართველოს მოსახლეობა არა მარტო იანვარში, უკვე წლების განმავლობაში ღარიბდება და სწორედ ეს იყო ქართული ოცნების ინსპირაცია, мотивация, რამაც აიძულათ, რომ ის კომისია შეექმნათ, ფასებზე საუბარი დაეწყოთ, რადგან ის მონოლოგის რეჟიმი, რომელიც მათ ჰქონდათ საკუთარ ამომრჩეველთან, საკუთარი სახელისუფლებო და პროპაგანდისტული არხებით, უკვე ვეღარ აღწევს მათ ამომრჩევლამდეც კი შიდა კომუნიკაციის კრიზისი აქვს, ოპოზიცია თავისთავად ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობა წინააღმდეგობაში არის ქართული ოცნების ხელისუფლებასთან და მათ უკვე კონფლიქტი გაუჩნდათ საკუთარ ამორჩეველთან. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს იყო мотивация, რის გამოც ამაზე საუბარი დაიწყეს, იმიტომ რომ ადამიანს რაც უნდა ელაპარაკო, რომ მისი ცხოვრება უკეთესობისკენ მიდის, ეკონომიკა ვითარდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ის შედის მაღაზიაში, შედის მარკეტში და ხედავს, რომ ფასები გარბის და მისი შემოსავალი ადეკვატურად ვერ მიჰყვება გაზრდილ ფასებს. პარალელურად ბუნებრივია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ეხლა ეს უნდა ვაღიაროთ სისტემურად, საკუთარი დღის წესრიგით, თანმიმდევრულად მიჰყვება პოლიტიკურ პროცესს, ისინი მუდმივად ატარებენ კვლევებს და მათ კვლევებში ამოდის ყოველთვის პირველ ადგილზე, რომ მოსახლეობა ძალიან შეწუხებულია ფასებით. ანუ ეს იყო იძულებითი ნაბიჯი, რომელიც გადადგეს უბრალოდ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში მათი ბრალი არის აბსოლუტური, მათი პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ 13 წლის განმავლობაში რასაკეთებდნენ, როცა ეს ფასები იზრდებოდა, არაფერს არ აკეთებდნენ, 13 წლის თავზე გაახსენდათ თურმე, რომ მოსახლეობაში არის ეს პრობლემა. ამიტომ ეს არის იძულებითი ნაბიჯი, რეალურად ეს ოფიციალურად გამოიხატა იმაში, რომ შექმნეს რაღაცა ბუტაფორიული კომისია და ერთადერთი რასაც აკეთებენ, ამას ყველა ხედავს, არ ჭირდება ამას რაღაცა განსაკუთრებული უნარები, არც პოლიტიკური, არც ეკონომიკური, დაინახონ, რომ ხდება ადმინისტრაციული წნეხის განხორციელება ბიზნესზე. ეს არის მიყავთ როგორც წარმოებლები, ისე დისტრიბუტორები, ისე სუპერმარკეტებისა თუ ჩვეულებრივი მარკეტების მფლობელები და მათზე ახორციელებენ წნეხს, რომ რაღაც გარკვეული ეფექტი მიიღონ დროებითი. მე ვფიქრობ, მთელი ეს სისტემა იმიტომ ააწყეს და იმიტომ გააკეთეს, რომ რეალურად ეძებენ დამონაშავეს, ვის შეიძლება რომ მე ეს გადაბრავდეს, რადგან აქაც არ გჭირდება განსაკუთრებული უნარები იმის განსასაზღვრად, რომ ბუნებრივია მხოლოდ ადმინისტრაციული წნეხი და რაღაცა პრესკონფერენციების ჩატარებით ისინი ფასებს ვერ დაწევენ, რა თქმა უნდა, ესე ვერ მოხდება და პარალელურად ამის მიღმა კიდე ძალიან ბევრ ისეთ ნაბიჯს დგამენ, რომელიც რეალურად ზღუდავს კონკურენციას, რომელიც უფრო მეტად აყალიბებს ოლიგოპოლიზაციას. მე მინდა ამაზეც ვისაუბრო, იმიტომ რომ ერთმანეთთან კავშირში არის გულისხმობ ცენტრალური შემწყდელი ორგანოს შექმნას. ქართული ოცნების ინიციატივით ექმნება ცენტრალური შემწყდელი ორგანო, რომელიც სახელმწიფო ფინანსებიდან გააკონტროლებს დაახლოებით 2 მილიარდ ლარს. ეს იქნება მთავრობის სტრუქტურაში, ირაკლი კობახიძის ზედამხედველობით და ბუნებრივია, რომ ამ სტრუქტურაში დასაქმდებიან მათთვის მისაღები ადამიანები, პარტიული მუშაკები, რა თქმა უნდა, ინიციატივის ამქონე ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ მითითებას შეასრულებენ. ანუ ადრე თუ ნებისმიერი სხვადასხვა სამინისტრო, ეს იუსტიციის სამინისტრო იქნებოდა, განათლების სამინისტრო თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ თვითონ აცხადებდა ამ ტენდერებს და სხვადასხვა მომწოდებლები ჰყავდა, ხო, იმიტომ რომ ადვილია საშუალო დონის კომპანიისთვის, რომ თქვათ 9 მილიონიან ტენდერში შევიდეს, ან 100.000-იან ტენდერში შევიდეს. ეხლა ეს აბსოლუტურად მოკვდება, ანუ საშუალო და პატარა ბიზნესი ფაქტობრივად ვეღარ იარსებებს და ვინც ამ ორგანოს გააკონტროლებს, ის ფაქტობრივად ბაზარსაც გააკონტროლებს. ანუ ამით ცდილობენ, მე ვფიქრობ, ყველა მიზანი, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების ემსახურება მათი პოლიტიკური ძალაუფლების გაძლიერებას და ეკონომიკური ბერკეტების ხელში ჩაგდებას, როგორც სახელმწიფო ფინანსებზე, ისე ბიზნესზე და საბოლოო ჯამში მსხვილი კომპანიები ჩაიგდებენ ყველაფერს ხელში და ისინი გააკონტროლებენ აბსოლუტურად ეკონომიკურ იმპულსებს, ეკონომიკურ დინამიკას ქვეყანაში და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძირითადი მიზანი, გარდა იმ პროპაგანდისტული მიზანისა, იმ ყალბი პროპაგანდისა, თითქოს ეხლა სუსის შესულით სხვადასხვა მარკეტებში ფასები დაიწევს. რა თქმა უნდა, ესე არ მოხდება. დავასრულებ ეხლავე, ამით მოხდება ის, რომ შეიზღუდება არჩევანი, გაუარესდება ხარისხი და ჩვენ ვიცით რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, ხელშეუწყობს ეს არალეგალური ბაზრების წარმოშობას. ამას ვერ გააკონტროლებენ, იმიტომ რომ ადამიანები დაიწყებენ მათთვის ხელმისაწვდომი პროდუქციის მოძებნას და ამას აუცილებლად მიაწვდის ვიღაც, იმიტომ რომ მოთხოვნა რო გაჩნდება, მიწოდებაც გაჩნდება. ხო, კი ბატონო, თუ ნახავთ საბოლოო ჯამში რა შედეგს დადებს მათი ეს კომისიები და გამოძიება, მაგრამ თქვენ მანამდე ისაუბრეთ, რომ ინფლაცია იანვარში კვლავ გაიზარდა. ფასები, ან ინფლაცია იყო 4%. ხო, ამაზეც რო ვთქვათ. ინფლაცია გაიზარდა წლიურად 4.8%-ით, აქაც სპეკულირებს ქართული ოცნების ხელისუფლება, იმიტომ რომ გამოიტანეს ეს რიცხვი თითქოს 4.8%-ით გაიზარდა, მაგრამ რეალურად რაც თქვენი და ჩემი საჭიროებებია, სურსათი, პროდუქტი, რაც ჩვენი ძირითადი სასიცოცხლო მნიშვნელობის კატეგორიებია, აქ 10.6% არის გაზრდილი და ზოგიერთი პროდუქტი საერთოდ 20%-ით
აი თევზეული მაგალითად 20%-ზე მეტით არის გაძვირებული და გაძვირებული ასევე ხორცპროდუქტები, პულპროდუქტები. ამიტომ ეს არის სპეკულაცია. იანვრის მონაცემი. ეს არის წლიური მონაცემი. წლიური მონაცემი იანვართან შედარებით. კი ბატონო, და იანვარში 3%-ით არის კონკრეტულად პროდუქტები გაზრდილი. ანუ როგორც იზრდება. მაგრამ აქ თქვენ არის სტატისტიკა გქონდა, წავიკითხავ ამას, რომ ანუ წინა იანვართან შედარებით ამ იანვარში თევზეული არის 20%-ით გაძვირებული, ხილი 17%-ით, პულპროდუქტები 14%-ით, შაქარი 10%-ით, ხორცი და ხორცის პროდუქტები 10%-ით, ყავა, ჩაი და კაკაო 9%-ით, ბოსტეული თითქმის 9%-ით, ზეთი და ცხიმი თითქმის 9%-ით, რძე, ყველი და კვერცხი ასევე თითქმის 9%-ით. ეს არის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი და აქ თუ კიდევ შეიძლება რომ ხელისუფლებამ არ ვიცი მოახერხოს როგორღაც თავისი პროპაგანდით რომ ვიღაცისკენ მიმართოს ეს ისრები აი ჩვენ თუ ვილაპარაკებთ მუნიციპალური სერვისების გაძვირებაზე ხო ამას ახლა ვერც გლობალური ომის პარტიას ვერ დააბრალებენ და ვერც თქვენ და მე ვერ დაგობრალებენ ხო რატო ძვირდება მაგალითად ჯარიმები რატო გაძვირდა პარკირების ჯარიმები 5-ჯერ ხო ესეც რომელიღაცა ვიცი ორმანა ბიჯმა და გვირილამ ხო არ გააძვირეს ბუნებრივია ეს მუნიციპალური სერვისები დააბიჯები ერთია აქ შეიძლება ეს ჯარიმებზე ისაუბრო გაძვირებაზე იმ კონტექსტში რომ აი დაბალი რო იყო არ იყო ეფექტური არ მუშაობდა და მაინც არ ღვევდნენ და ამიტომ გავაძვირებო მაგრამ რატო გაძვირდა პასპორტები ორჯერ პირადობის აღება ორჯერ ნებისმიერი სახელმწიფო და მუნიციპალური სერვისები გაძვირებულია ხო თვითონ სახელმწიფო რატო გაგვიძვირვა თავისი სერვისები იქ მანქანის გაფორმება იქნება თუ რა ვიცი ყველაფერი რეალურად გაგვიძვირა იმიტომ რომ აქედან უზარმაზარი თანხები ამოდის აი სტატისტიკა რო გითხრათ 2018 წლიდან 2023 წლამდე 4 მილიონი საჯარიმო ქვითარი არის დაწერილი და 130 მილიონ ლარზე მეტი არის ამოღებული მოქალაქეებისგან. თუ ამას იმიტომ აკეთებდნენ რომ ხარისხი და სერვისი გაიუმჯობესებინათ, მესმის ეგ ლოგიკა შეიძლება გავყვეთ მაგას რომ პრობლემა სწორედ ეგ არის რომ გაიზარდა ჯარიმები, მაგრამ არ გაუმჯობესებულა სერვისი. უფრო მეტიც ყოველწლიურად საპარკინგო ადგილები, თქვათ თბილისში მცირდება. კახაკალაძემ 2017 წელს გააკეთა განცხადება რომ ავაჩენებთ როგორც მიწისზე და ისე მიწის ქვეშ პარკინგებსო 9 წელი გავიდა და ყველა ვხედავთ ხო რა მდგომარეობაც არის ახლა თქვენთან რომ მოვდიოდი, არ ვიცი რამდენიმე წრე დავარტყი რომ უბრალოდ მანქანა გამეჩერებინა ეზოშიც არ არის ადგილი, იმიტომ რომ ახაც ახლა თანამშრომლები შემოდიხართ აპარკინგებთ ხო ფიზიკურად არ არის თბილისის ბევრ რაიონში ადგილი რომ მიხვდეთ და მანქანა დააპარკინგო პარალელურად 50 ლარს იხდი ჯარიმაში თუ რაღაცა დაარღვიე ეს სერვისი შენთვის გაძვირებულია და კახაკალაძე რო იძახის ნუ ძალიან რაღაცა ძალიან კომიკური არ ვიცი ტრაგიკომიკური დავალ ხო რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ვარ პასუხისგებელიო ერთი მხრივ თბილისის მერი რომელიც პოლიტიკური ლიდერიც არის მართველი პარტიის და გენერალური მდივნის პოზიციას იკავებს იძახის რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ვარ პასუხისგებელიო და მეორე მხრივ პრემიერ-მინისტრი გვეუბნება რომ აი მე ძველ პერიოდზე არ ვარ პასუხისგებელი და ეხლა თუ კიდე რამე კორუფციის თემები ამოვარ და მაგაზე მე ვარ პასუხისგებელი აქაც არეულები არიან არ ვიცი აი დიდი გაუგებრობა აქვს მოკლედ შიგნით და თუ ვილაპარაკებ თქვა სურსათზე კიდევ საწვავზე და ბევრ რაღაცაზე თუ კიდე მოახერხებენ რომ ვიღაცისკენ ეს ისრები მიმართონ ბუნებრივია ეს არასწორი იქნება მაგრამ მაინც თუ მოახერხებენ პროპაგანდით სახელმწიფო და მუნიციპალური სერვისების გაძვირებაზე რა თქმა უნდა თვითონ არიან პასუხისგებლები და რომ გაორმაგდა და გახუთმაგდა შესაბამის სერვის მოქალაქეები ვერ იღებენ. კი ბატონო, ხო, ამაზე კითხვა და მართლა პასუხი აქვს გასაცემი, რატო გაგვიძვირეს ის რაც სახელმწიფოს ხელშია, ხო? ამ თემაში არ მიადგნენ კერძო ბიზნესს. ხო, თვითონ გაგვიძვირეს ახლა მომსახურება, მაგრამ კერძო ბიზნესს ეუბნებიან რომ თქვენ დააკელითოთ და რამდენიმე ბიზნესმენად თქვა რომ არის რაღაც შესაძლებელია ფასების დაწევა და რამდენად რეალური გონია ეს არის აბსოლუტურად გამორიცხულია. ამას ჭირდება სისტემური პოლიტიკა და თქვენ კარგად გესმით რომ ეხლა ამას შიდა პოლიტიკით ვერც დაარეგულირებთ. დღეს უკვე ისე მოქმედებს გეოპოლიტიკა ქვეყნებზე რომ თუნდაც საქართველოს რომ ფუნქცია დააკარგინეს ეს არის რაღაც სპეკულაციური თემა ეს არის უზარმაზარი მასშტაბური სახელმწიფოებრივი ეროვნული თემა გულისხმობ ანაკლიის სპორტის ჩაგდებას მის გაჩერებას რომელსაც ფუნქცია უნდა მიენიჭებინა ჩვენი ქვეყნისთვის და უზარმაზარი ტვირთები გაეტარებინა და აგერ გამოგვიჩნდა ეხლა ალტერნატივა სომხეთი აზერბაიჯანი თურქეთის სახით და ამით მნიშვნელოვანი ჩვენ ეკონომიკური შემოსავლები დავკარგეთ. ეს ყველაფერი მოქმედებს, ხო? ამიტომ ძალიან ძნელია, რომ რაღაცა ეკონომიკა ამოქაჩო, როცა შენ ამას გეოპოლიტიკურ და შიდა პოლიტიკურ ჭრილში არ უყურებ, მაგრამ ის გეოპოლიტიკა კიდე გვერდზე რო გადავდოთ, შიდა პოლიტიკურადაც კონკურენცია მკვდარია აბსოლუტურად, ხო? მე სახელმწიფო შეწყებებში მუშაობდი წლების განმავლობაში და ვიცი, ხო, ძირთადად ყველა კომპანიები ფაქტობრივად ქართულ ოცნების ხელისუფლებასთან არიან. ბმაში ისინი იგებენ ყველა ტენდერებს, ჩვენ ვიცით, რომ ყველა დეპუტატს შეიძლება სხვაზე
გაფორმებული, მაგრამ მასთან ირიბმაში კომპანიები აქვს, ეს დადასტურებულიც არის, ზოგი ცოლის სახელზეა გაფორმებული, ზოგი სიდედრის, ზოგი სიმამრის და ისინი იღებენ ამაში მონაწილეობას, ანუ კონკურენცია არ არის, თავისუფალი ბაზარი არ არის და როგორც გითხარით, ეხლა რაში უნდა ჭირდებოდეს ჩვენნაირ ქვეყანას, რომ შექმნას ერთიანი შემსყიდველი ორგანო. აქ მიზეზი მოიტანეს ის, რომ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით გქონა კისრიოს ვალდებულებაო, მაგრამ დასავლეთის ქვეყნებში სადაც ესეთი შემსყიდველი ორგანოები არსებობენ, იქ არის ძლიერი საპარლამენტო კონტროლი, არის თავისუფალი პროკურატურა, არის თავისუფალი სასამართლო, არის აუდიტი და ეს ინსტიტუციური ბალანსი არსებობს. თუ ერთი ორგანო რაღაცას დაარღვევს, მას აზღვევს მეორე, მესამე, მეოთხე და აქ პროკურატურა არ არის თავისუფალი, სასამართლო არ არის თავისუფალი, არაფერი თავისუფალი არ არის და აქ როგორ შეიძლება რომ ერთი ორგანოს ხელში ჩავარდეს ამხელა შემოსავალი, რომელიც თვითონ გააკონტროლოს და ჩვენ ვთქვით, ხო, ეს გააკონტროლოს ფაქტობრივად ბაზარსაც. შეუძლებელი იქნება უკვე აქ არ ვიცი, ძალიან მძიმე შედეგებამდე მივა ეს ყველაფერი, ეს უკვე ჩანს ჰორიზონტზე და ამაზე მოსახლეობამ უნდა ამოიღოს ხმა. ეს ბევრი პროცესი არის შემოსული, რომელიც მაგრამ ხელისუფლება ცდილობს რომ პირიქით წარმოადგენს, რომ აი ჩვენ ფასებს ვებრძვით. და ოპოზიცია კიდე მაღალი ფასების მხარეს დგას და ამბობს რომ აი არაფერი არ გამოვა. არ ვიცი. მე ხა აღარ მეგულება ადამიანი, ვისაც ამ ზღაპრების ჯერა და ამ ზღაპრების რო ჯეროდეთ ადამიანებს ამ ბუტაფორიულ პროცესს არ წამოიწყებდნენ, ხო? ჯერ მარტო ის რო ავიღოთ, ეხლა თქვენს მონოლოგში თავიდან რომ დაიწყეთ, ხო, საუბარი თქვით რომ 8 წევრიდან 7 მილიონერია. აი ამ ადამიანებმა როგორ უნდა გაიგონ ხალხს რა უჭირს, რა სტკივა, როცა აბსოლუტურად შემხებლობა არ აქვს, ხო, ადამიანებთან წარმოუდგენელი რაღაცა არის, ხო და ვეღარ მოატყუებენ ამ ხალხს, იმიტომ რომ შეუძლებელია რომ ეს ფასები, მე ხა იმაზე ვფიქრობდი, აქ რომ მოვდიოდი თქვენთან სტუდიაში, აი რა ვიცი, როგორ უნდა მოახერხონ, ფასებს რო ვერ გაზდიან ეს ცხადზე ცხადია, ერთადერთი ალტერნატივა ჩნდებათ, რომ იპოვონ განტევების ვაცი, შეიძლება საკუთარი რიგებიდან, შეიძლება არ ვიცი, მარკეტებს დააბრალონ ან მიმწოდებლებს ან დისტრიბუტორებს და ვიღაცაზე გადაიტანონ მთელი ეს პოლიტიკური და ეკონომიკური ტვირთი, რომ სხვისი პასუხისგებლობაა, მაგრამ რეალურად ჩვენ ვიცით, რომ ამ გადასახადების მიღმა, რომელსაც ვიხდით რუტინულად, დღეს მე თქვი კიდევაც, დაგვიმატეს კიდევ ერთი გადასახადი, რაღაცა უხილავი მოსაკრებელი ინფლაცია, რომელიც ყოველწლიურად გვაღარიბებს, ხო? როცა პენსიონერების პენსია იზრდება 45 და 20 ლარის და პრემიერ-მინისტრის, დეპუტატების, მინისტრების ხელფასები იზრდება 1000 და მეტი ლარით, ეს უკვე ცხადყოფს, რა დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას ხალხის 1000 ლარით ეხლა გაიზარდა წელს დეპუტატების ხელფასი, ხო? 12-დან 13-მდე და პენსიონერებისაც წელს გაიზარდა. შარშან გაიზარდა 3ჯერ, ანუ 3000 ჰქონდა, 4000 ჰქონდა და გახადეს 12000. ხო და ამის პარალელურად როგორ უნდა დააჯერონ ხალხი? ოპოზიციის ბრალია ეხლა ეს? 8000 ლარით გაიზარდეს ერთ წელიწადში ხელფასი და ეს არ ეყოდა წელს კიდე 1000-ით დაამატეს და ეხლა ავიდა 13000-14000-მდე დეპუტატის ხელფასი. ანუ ამ ვითარებაში ეხლა ესენი დასხდებიან და გამოიკვლევენ იმას, რა ქვია, რატო არის ფასები უფრო მაღალი. ხო, არ ვიცი, ნახოთ ეხლა რამდენად გამოიკვლევენ და რა იქნება, მაგრამ ოპოზიციამ რა უნდა შესთავაზოს ამ ფონზე თქვენი აზრით? ოპოზიციას ეხლა მოსახლეობა ისიც უნდა გაითავისოს, რომ ეხლა ოპოზიციას რეალური პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტები არ უჭირავს ხელში. ერთადერთი გამოსავალი აქედან, რაც არ უნდა, ცოტა ეხლა შეიძლება შორეულ პერსპექტივად ჩანდეს, მაგრამ ჩვენ ძალიან მძაფრ დინამიკაში ვართ, ნებისმიერ წამს შეიძლება რაღაც შეიცვალოს, ესენი ფუნდამენტურ და სტრატეგიულ შეცდომებს უშვებენ, ამიტომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება რაღაც შეიცვალოს. ერთადერთი გამოსავალი არის ქართული ოცნების ხელისუფლების ცვლილება. სხვა გამოსავალი უბრალოდ ფიზიკურად არ არსებობს და სპეკულაცია და ჩვენი მხრიდანაც პოპულიზმი იქნება იმის თქმა, რომ აი ჩვენ ახლა გამოვართ და რაღაცას შევცვლით ინდივიდუალურად, ხო? ეს თითოეულმა როგორც პოლიტიკოსებმა, ისე საზოგადოებრივმა ჯგუფებმა, პოლიტიკურმა ჯგუფებმა, ნებისმიერმა მოქალაქემ, თუნდაც იმ ლექტორებმა, პროფესორებმა, სტუდენტებმა, ვისაც ახლა მიადგა ხელისუფლება და უუქმეს ხო უნივერსიტეტებს, იმათა ყველამ უნდა გაიაზროს, რომ საბოლოო ერთადერთი გამოსავალი არის ქართული ოცნების ხელისუფლების ცვლილება. და აი ამისკენ უნდა წავიდეთ ყველანი, ამ ინსტიტუციურ ბრძოლაშიც უნდა ჩავერთოთ იმ საპროტესტო ბრძოლის გარდა, რომელიც აგერ უკვე 400 დღეზე მეტია მიმდინარეობს, იმიტომ რომ მარტო საპროტესტო ბრძოლა შედეგამდე ვერ მიგვიყვანს. ჩვენ უნდა ნებისმიერ ველზე დაუპირისპირდეთ ქართულ ოცნებას, უნდა ვეძებოთ ერთმანეთთან გაერთიანების იმპულსები, მაგრამ ეს იმპულსები უნდა იყოს ბუნებრივი, ორგანული და არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა იყოს ხელოვნური. იმიტომ რომ საბოლოო შემთხვევაში ჩვენ გაუწყვილებთ ჩვენ სამომრჩეველს და საქართველოს მოსახლეობას. ამაზე საუბრობთ სულ ოპოზიცია, მაგრამ შედეგი არ არის და არ გამოდის არაფერი, ხო?
ლელო განსაკუთრებით თავს იკავებს ახლა რაღაც პროცესებში. ჩვენ მაგაში ვერ დაგეთანხმებით ნამდვილად, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავით ინიციატორები გაერთიანებების და თუნდაც ამ თვითმმართველობის არჩევნების წინ, რომელიც ახლა ჩატარდა, აბსოლუტურად ყველაფერზე ვამბობდით, თუ არს და თავაზობდით ერთიან კანდიდატს ოპოზიციას გაერთიანებას, რომ მიგვეღო ერთობლივი ძალებით ქართული ოცნების წინააღმდეგ თბილისის არჩევნებში თუნდაც მონაწილეობა, სადაც მე თქვენს ეთერშიც მისაუბრია, მართლა სერიოზული შანსები იყო იმისა, რომ ჩვენ სოლიდური წინააღმდეგობა გაგვეწია ქართული ოცნებისთვის. მე კიდე მინდა რომ მოსახლეობას ვუთხრა, რომ თბილისის ბიუჯეტი ახლა არის 2 მილიარდ 500 მილიონი ლარი. ეს ბიუჯეტი არის, რომელიც ჩვენი გადასახადებით ივსება, თქვენი, ჩემი და საქართველოს და თბილისის მაცხოვრებლების გადასახადებით და აი ეს მთელი ფინანსური უზარმაზარი ბერკეტი, ფინანსური რესურსები მთლიანად მივეცით ქართულ ოცნებას, კახაკალაძეს და მის გუნდს და ჩვენი ფინანსებით ის ადგილობრივი წარმომადგენლები, ესენი იქნებიან გამგებლები თუ მაჟორიტარები, ახლა მუშაობენ, ემუშავებიან ამომრჩეველს, როგორც თავის ამომრჩეველს, ისე ჩვენ ამომრჩეველს და ჩვენის ბერკეტები მათ სამწუხაროდ დაუთმენ და ადგილობრივი თვითმმართველობების როლი ეროვნულ პოლიტიკაში რაოდენ დიდია, ამაზე ნუ არ ვიცი, ამაზე საუბარი მე მგონი რომ არასერიოზულია, ეს ყველას კარგად უნდა ესმოდეს. ამიტომ ამ მიმართულებით ჩვენ სოლიდური შეცდომები დაუშვით და ლელო მე ვერ დაგეთანხმებით იმაში რომ აქ არ იყო პირიქით ჩვენ ვიღებდით ბევრ ლანძღვას, გინებას, რაღაცა ცილისწამებებს და ჩვენ ყოველთვის თავს ვიკავებდით, არასოდეს სხვას თავს არ ვესხმოდით და ამ ხრივ მე ვფიქრობ, რომ ყოველთვის ვიყავით სახელმწიფოებრივ პოზიციაზე.